ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. დემეტრე თავდადებული. მე-13 საუკუნის დამდეგს ქართველი ერის ისტორიაში მეტად რთული ხანა დადგა. ჯალალედინთან ხანგრძლივი ომის შემდეგ საქართველოს მონღოლთა ურდოები დაუპირისპირდა. მონღოლმა მეომრებმა ჩინგის-ხაენის მეთაურობით ბევრი ძლიერი სახელმწიფო გაანადგურეს. მრავალი ხალხი დაიპყრეს და იმ დროისთვის უზარმაზარი იმპერია შექმნეს. დაუჭედავ ცხენებზე ამხედრებულ მონღოლებს წინ ვერავინ აღუდგა და იაპონიის ზღვის ნაპირებიდან ეგვიპტემდე გაბატონდნენ. დამპყრობლებს ვერც საქართველო გადაურჩა. სახელმწიფო, რომელიც 100 წელზე მეტხანს რეგიონში უძლიერეს და უმდიდრეს ძალად ითვლებოდა, მონღოლებმა დაასამარეს. მას ჩამოაშორეს ყმადნაფიცი მუსლიმანური ქვეყნები. დარჩენილი საქართველო აღმოსავლეთ და დასავლეთ სამეფოებად გაიყო, ხოლო მოგვიანებით მათგან სამცხის სამთავროც გამოეყო და დამოუკიდებელ ძალად იქცა. ამ ძიმეყოფამ ქართველი ხალხი მოთმინებიდან გამოიყვანა. ყველა კუთხეში, თასა თუ ბარში, ერთი მეორის მიყოლებით ეწყობოდა აჯანყება, მაგრამ მონღოლთა დაუნდობელი ლაშქარი ყველა წამოწყებას სისხლში ახშობდა. ყოველი მარცხის შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო სუსტდებოდა, ხოლო ხალხის ტანჯვა და მონობის უღელი ძინდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ამბოხების დროს, როდესაც მონღოლებმა აჯანყების მეთაური დავით ულუ ვერ შეიპყრეს, ჯავრი მის ოჯახზე იყარეს. დედოფალი გვანცა თავის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ურდოში წაიყვანეს, მოგვიანებით კი ყაენის ბრძანებით საქართველოს დედოფალი ზღვაში დაახრჩვეს. ამ სცენის მომწრე იყო მისი მცირეწლოვანი ვაჟი დემეტრე, მომავალში წოდებული როგორც დემეტრე მეორე თავდადებული. დედის დაღუპვას მალევე თან დაერთო მამისა და უფროსი ძმის უეცარი სიკვდილი. 1270 წელს 12 წლის დემეტრე ძიმე ვალდებულებების წინაშე აღმოჩნდა. მისი მეფობა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს დაემთხვა. მონღოლთა ბატონობის პირობებში მეურნეობა განადგურებული იყო, ქალაქები და სოფლები დაცლილი, მოსახლეობა ბრძოლებში გაწყვეტილი, ვაჭრობა და აღებმიცემა ჩაკვდა, სახელოსნო წარმოება დაეცა. მეფის ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაქვეითდა, ხოლო ქვეყნის მართვა მონღოლებთან დაახლოებულმა დიდებულებმა აიღეს ხელში. ერთ-ერთი ასეთი საქართველოს მეფის ვეზირი ათაბაგი სადუნ მანკაბერდელი იყო. დემეტრეს მცირეწლოვნების დროს სამეფოს რეალურად სადუნი განაგებდა. ის ნიჭიერი და მოხერხებული პიროვნება იყო. ფლობდა რამდენიმე ენას, თუმცა მიუხედავად მისი ცოდნისა, სადუნი ტიპური მედროვე იყო, რომელიც კარგად შეეგუა მონღოლთა ბატონობას და დიდი სიმდიდრე და გავლენა მოიპოვა. მონღოლს მონღოლად ეჩვენებოდა, ქართველთან ქართველი, სომეხთან სომეხი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ის მონღოლთა ზნეჩვეულებას შეეგუა. ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი მის ხელში აღმოჩნდა. როდესაც სადუნი გარდაიცვალა, მეფე დემეტრემ მისი ოჯახის გავლენა შეზღუდა და სამეფოს დაქვემდებარების ქვეშ მოაქცია. 1275 წლის აპრილში ქვეყნის ყველა უბედურებას თან დაერთო დიდი მიწისძვრაც, რომელიც მთელი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მას დიდი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა, ბევრი დაიღუპა და უფრო მეტი უსახლკაროდ დარჩა. მოსახლეობა საშინელ გაჭირვებასა და სიღატაკეში იყო ჩავარდნილი. მემატიანე გადმოგცემს, რომ მეფე დემეტრე ხშირად გამოდიოდა ქალაქის ქუჩებში და მოწყალებას ურიგებდა გაუბედურებულ ადამიანებს, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, ოდნავადაც არ შეეძლო ხალხის მძიმე მდგომარეობის გამოსწორება. მონღოლთა მოხელეები და გადასახადების ამკრებნი მოსახლეობას წელში ტეხავდნენ. მეფე ყველანაირად ცდილობდა მონღოლთა კეთილგანწყობად ნდობა მოეპოვებინა, რის გამოც მას ხშირად უწევდა შორეულ ლაშქრობებში მონაწილეობა. ამ ომებში მეფის სიცოცხლეც არაერთხელ ჩავარდნილა საფრთხეში. მაგალითად, 1291 წელს ჯვაროსნები, მონღოლები, სომხები და ქართველები ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ დაიძრნენ.
ეს იყო მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაპირისპირება. ფრანგულ მატიანეში აღნიშნულია, რომ მამლუქებმა ყაენის კოალიციური არმიის ის ნაწილები, რომლებიც მონღოლთა და ჯვაროსანთაგან შედგებოდა, უკუაქციეს, დაჭრეს კოალიციური ლაშქრის მეთაური მონქეც, მაგრამ იმ ფლანგზე, სადაც ქართველები იბრძოდნენ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ბრძოლაში ქართველთა ხელმწიფეს ცხენი მოუკლეს. იხილეს თუ არა ეს ქართველებმა, თავადაც ჩამოქვეითდნენ და მხარდამხარ ამოუდგნენ მეფეთა მეფეს. დემეტრე მეორის მხლებლებმა იმდენად მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, რომ მტერი უკუაქციეს. როცა ქართველთა მეფემ გაიგო, რომ მთავარი ლაშქარი დამარცხდა, მან უკან დახეულ ძირითად ლაშქართან შეერთება გადაწყვიტა. წყარო აგრძელებს, რომ სწორედ ამ დროს უკვე გამარჯვებული და დაღლილი ქართველების წინააღმდეგ თადარიგიანმა სულთანმა ქალაგურმა გამოიყვანა საუკეთესოთა შორის საუკეთესო მებრძოლები. მიუხედავად ქართველების გადახლებისა და მიუხედავად მამლუქთა ამ შენაერთის ელიტურობისა, ქართველთა მეფემ მტერი ამჯერადაც მოიგერია. შიკრიკმა მონღოლთა ყაენს მსოფლიოს ისტორიის ამ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლის ამბავი ასე გადასცა. ალიყანი იბრძოდა როგორც შევარდენი, მონქე როგორც ვერძი, ებაგანი ვეფხს გავდა, იაზბუღა კამეჩს, ხოლო ქართველთა მეფეზე კი თქვა, ღმერთი გრგვინავდაო. ბრძოლაში გამოჩენილი თავგანწირვით დემეტრემ დიდი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა მონღოლთა მხრიდან. შედეგად, მონღოლი მოხელეები, ისევე როგორც ქართველი ფეოდალები, ურჩობას და ძალმომრეობას ვეღარ ბედავდნენ. მეფის ხელისუფლების განმტკიცების შემდეგ საქართველოს მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. ამასთან ერთად დემეტრე შეეცადა გარკვეული ღონისძიებები გაეტარებინა. დაიწყო გაუკაცრიელებული ადგილების ხელახლა დასახლება, დანგრეულის აღდგენა. მის დროს აიგო მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი, განახლდა ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები, სამეფო პალატები. დემეტრემ ურთიერთობა გამოასწორა სამცხის მთავართანაც. აღნიშნული მოვლენები კარგ პერსპექტივას სახავდნენ, მაგრამ ეს პროცესი ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. მალე მეფის ბედი ტრაგიკულად შემოbrunდა. დემეტრე მეორის ცხოვრების დიდი ნაწილი მონღოლთა სამხედრო სამსახურს შეეწირა. ის ილხანებთან ერთად იბრძოდა, როგორც ოქროს ურდოს, ისე ეგვიპტის სასულთნოს წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში საქართველოს მეფე უნებლიეთ აღმოჩნდა ჩათრეული ილხანთა სამეფო კარის გაუთავებელ ინტრიგებში. 1288 წელს ყაენის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება გამომშრალდა. შეთქმულების ხელმძღვანელი ილხანთა დიდი ვეზირი ბუღა იყო. ყაენის ბრძანებით მისი ყველა მომხრე და ოჯახის წევრი სასტიკად იქნა დასჯილი. მალე ცხადი შეიქმნა, რომ ბუღასთან მჭიდრო და მეგობრული კავშირის გამო მეფე დემეტრეს ურდოში დაიბარებდნენ. დარბაზის წევრებმა ერთხმად ურჩიეს, რომ არ წასულიყო და თავი მთიულეთისთვის ან დასავლეთ საქართველოსთვის შეეფარებინა. მეფეს კარგად ესმოდა, რომ გაქცევის შემთხვევაში მონღოლები ქვეყანას მიწასთან გაასწორებდნენ. ამიტომ ქვეყნის გაწირვას თავის გაწირვა ამჯობინა. მე დავდებ სულსა ჩემსა ერისთვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოსა წასვლას. სხდომის ბოლოს მეფემ ეს სიტყვები ბრძანა. 1289 წლის 12 მარტს მოვაკანში 30 წლის მეფე დემეტრე ყაენის ჯალათებმა მდინარე მტკვრის პირას მიიყვანეს, დააჩოქეს და თავი მოკვეთეს. მისი მეფობისას მონღოლთა ბატონობამ მძიმე დაღი დაასვა ქვეყნის ზნეობრივ და სულიერ ცხოვრებას. უცხო წესჩვეულებების გავლენა იგრძნობოდა ყველგან, უბრალო ხალხში, ეკლესიასა და თავად სამეფო ოჯახშიც. დემეტრე მეფეს სამი მეუღლე ჰყავდა: ტრაპიზონის პრინცესა თეოდორა, მონღოლი დიდმოხელის ასული სოლღარი და სამცხის მთავრის ბექა ჯაყელის ასული ნათელა. სწორედ ნათელასგან შეეძინა გიორგი, რომელიც მომავალში ბრწყინვალე ეპოქის შემქმნელი გახდა. მიუხედავად დემეტრე მეორის მრავალცოლიანობისა, ისტორიამ ეს მაინც აპატია. ივანე ჯავახიშვილი მის შესახებ წერდა: დემეტრე მეორის გმირულმა გამბედაობამ ცხადყო, რომ მას ადამიანის ზნეობრივი მოვალეობა კარგად ჰქონდა შეგნებული და ამიტომაცაა, რომ მისმა ამ ნაბიჯმა თანამედროვეთა შორისაც აღტაცება გამოიწვია და ყველა ის უარყოფითი მხარეებიც აპატიებინა, რომლებიც მას ჰქონდა. შთამომავლობამაც და ისტორიამაც საქართველოს მეფეთაგან თავდადებული წოდებულებაც მხოლოდ მას მიაკუთვნა.